ფსიქოლოგი ზაზა ვარდიაშვილი შემოგვიერთდა, როგორ აისახება სტრესი და ტრამული პერიოდი ბავშვის ფსიქიკაზე და რა გავლენას ახდენს ბავშვის ეს მიღებული გამოცდილება ზრდასრულ ასაკზე. ამ ყოველივეზე პასუხს გაგცემს ბატონი ზაზა. დილომშვიდობის. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის. ბატონი ზაზა, რა თქმა უნდა, ადამიანის განვითარება იწყება ბავშვობიდან და ბუნებრივია პირველივე დღეებიდან მოყოლებული მის ზრდასრულ ასაკამდე და ცხოვრების ბოლომდე ადამიანი მუდმივ გამოწვევებს ეჯახება, ასე ვთქვათ, მუდმივი გამოწვევების ცენტრშია, ვითარდება მისი ცხოვრება გარკვეულ სტრესთან ერთად, ტრავმებთან ერთად, ზოგ შემთხვევაში ვსწავლობთ რაღაცას ამ სტრესიდან მიღებული გაკვეთილებიდან, ზოგ შემთხვევაში გვიჭირს გამკლავება, ასე ვთქვათ. თავდაპირველად მოდით დავიწყოთ პატარაობიდან მოყოლებული, ბავშვობიდან მოყოლებული. ჩვილობის ასაკიდან რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება, მაშინ როდესაც უკვე პირველი ნაბიჯები არის ის, რომ მშობელს უწევს ბავშვის დატოვება, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს ბუნებრივია ყველა მშობელი, მეტწილად ყოველ შემთხვევაში სამსახურისაკენ მიიჩქარის ხოლმე და ეს არის ალბათ პირველი სირთულე განშორება მშობელთან შვილის. დიახ, რა თქმა უნდა, თვითონ ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ სტრესის გარეშე წარმოუდგენელი არსებობა. თვითონ სტრესის კლასიკური განმარტება არის ასეთი, რომ სიტუაცია, როდესაც ცოცხალ ორგანიზმს უწევს ცვლილებებთან ადაპტაციის გამომუშავება, ესაა სტრესი. წამყვანი სიტყვა ამ განმარტებაშიც არის ადაპტაცია. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი შვილები იყვნენ მეტად ადაპტირებულები, იმიტომ რომ წარმატებას აღწევს არა ძლიერი და ჭკვიანი, არამედ ადაპტირებადი ადამიანი. რაც შეეხება თვითონ ბავშვისზე მოქმედი გარემო, იცით, როგორი სტრუქტურაა აგებული, აბსოლუტურად ყველაფერი ახდენს ზეგავლენას. ახალშობილი ბევრად უფრო ჭკვიანია, ვიდრე მშობლებს და ძალიან ბევრს გონია. მას აქვს უკვე აწყობილი მთელი თავისი სისტემა, რაც იმისთვისაა, რომ კარგად ადაპტირდეს, კარგად შეეგუოს ცხოვრებას და კარგად დაამყაროს ურთიერთობები. ხა, რაც შეეხება მშობელთან დაშორებას. არიან ბავშვები, რომლებსაც ეს ყველაფერი შედარებით ადვილად გადააქვთ, არიან ბავშვები, რომლებიც საერთოდ არ იმჩნევენ ამას, არიან ბავშვები, რომლებიც ზედმეტად რეაგირებენ. აი ამ სამი გამოხატვიდან ყველაზე რთულად სიტუაცია იქაა, რომელი ბავშვიც საერთოდ არ იმჩნევს მშობელთან დაშორებას და ისე აგრძელებს. რას უნდა ასეთ შემთხვევაში საქმე ბატონო ზაზა? იცით რა არის, ანუ ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ ჩამოყალიბდა ესეთი აინსვორტმა ბოულმი შექმნეს ეს მიჯაჭვულობის ფენომენი, რაც არის, რამოდენიმე ტიპია ბავშვის მშობელთან, ამ მშობელთან არა, ბებიასთან შეიძლება იყოს პაპასთან ესეთი მიჯაჭვის ტიპები, ხო. ყველაზე კარგია, როდესაც არის ისეთი მიჯაჭვულობა, რომ შვილი უჯერებს დედას, საუბრობს მასთან, იგებს, ხო, ესმის, რომ ის წავა და ბრუნდება და თუმცა რეაქცია მაინც აქვს, ხო? არის შემთხვევები, როდესაც საერთოდ არ რეაგირებს მშობლის მოშორებას. ეს არის განურჩეველი ტიპი, როდესაც შემდგომში ყალიბდება ადამიანი ყოველგვარი ემოციური მიჯაჭვულობების გარეშე, საკუთარ თავზე აქცენტირებული და, რა თქმა უნდა, საზოგადოება ნეგატიურად მოქმედებს. ბატონო ზაზა, რამდენად რთულია ბავშვისთვის, როდესაც ხედავს დაშორებულ მშობლებს? ეს რამდენად რთულად აღიქმება მათთვის? ცით რა არის, ესეც არის ასაკობრივად, ხა 6 წლამდე ბავშვისთვის მშობლები არიან ღმერთები და ნებისმიერი რაც ხდება მშობლებს შორის აღიქვავს თავის დანაშაულად, უძლიერებს დანაშაულის შეგრძნებას, ანუ დაშორდნენ თავის თავს აბრალებს. ის კი არა, დედა ვთქვა თავი მტკივა, თავის თავს აბრალებს. ამიტომ ყველაზე სენსიტიური პერიოდი ესაა. ამ შემთხვევაში დაშორებები შემდგომში იწვევს თვითშეფასების მნიშვნელოვან პრობლემებს, ასევე იწვევს იმ ფაქტორებს, რომ ასეთი ადამიანები ურთიერთობებში უფრო ხშირად უკან იხევენ. ანუ რომ არ დაკარგონ
ხო, მეორე ნახევარი თავის პოზიციები გადააქვთ უკანა თუმცა ასეთ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების სწორ დამოკიდებულებას, სწორად მიწოდებას ამ ყველაფრის და გვერდში დგომას შვილების მიმართ, ხო და ანუ ის პერიოდი, რომელიც არის ეს საკმაოდ რთული გასავლელი ბავშვისთვის, მშობლისთვის კიდევ უფრო მეტად, ეს ყველაფერი არ გადაიტანონ ბავშვზე, ასე ვთქვათ, არამედ უფრო მეტად შეუმსუბუქონ ეს პერიოდი და უფრო მარტივად აღსაქმელი გახადონ მათთვის და შემდგომი ეს ურთიერთობა იყოს, რა თქმა უნდა, ნორმალურ ჩარჩოებში და ნორმალურ ფარგლებში, რომ ბავშვისთვის ეს არ იყოს სტრესული თავისთავად. რა თქმა უნდა, ხა ჩვენ ვამბობდი დაშორების სტრესს, მაგრამ მეორე ხა სტრესთან მიმართებაში ერთი დადასტურებული ცდება გვაქვს, რომ სტრესი ჯობია ქრონიკულ სტრესს. ქრონიკული სტრესი არის ის, რაც იწვევს იმუნური სისტემის პრობლემებს, ონკოლოგიის, ყველა ჯანმრთელობის პრობლემას. ქრონიკული სტრესია თუ მშობლებს შორის კონფლიქტია დაძაბული ურთიერთობა. ასეთ შემთხვევაში მეტი ზეწოლა ხდება ბავშვის ორგანიზმზე ქრონიკული სტრესი. ბევრად უფრო ძნელად გადასატანია ვიდრე ერთჯერადი სტრესი, რომლის შემდეგაც აბსოლუტური გადატვირთვა ხდება ორგანიზმის ყველა ფუნქციის. ამიტომ აქაც აი ესეც არის გასათვალისწინებელი, რომ ეს გვახსოვდეს თუ სიტუაცია კონფლიქტურია ოჯახში, ეს კონფლიქტი მუდმივად ახდეს ბავშვებს ეს ეგავლენას და ასეთ შემთხვევაში კი, რა თქმა უნდა, დაშორება რთული გადასატანია ბავშვისთვის, მაგრამ იქ ყოფნას ბევრ შემთხვევაში ჯობია, კი, ნამდვილად ასე არის და კიდევ რაც მთავარი არის, რომ შემდგომი პერიოდი იყოს მარტივი გადასატანი უფრო ბავშვისთვის, მშობლებმაც უნდა შეუწყონ ამაში ხელი და მშობლებს უნდა ახსოვდეთ ის, რომ ბავშვი არის მოზარდი, მას თავისი წრე ექნება, უყალიბდება, ასე ვთქვათ და მათი ეს ურთიერთობები, მშობლების ეს დაძაბული ურთიერთობები არ უნდა აისახებოდეს და საერთოდ ამაზე საუბარიც არ უნდა იყოს შემდგომ განვლილ პერიოდზე მომავალში, ასე ვთქვათ, რომ ბავშვები უფრო მეტად არ დავაზიანოთ. და რა თქმა უნდა, უფრო მეტად ეს ზრდასრულ პერიოდში აისახება უფრო მკვეთრად, როგორც თქვენ ბრძანეთ, მომავალ ურთიერთობებში. ბატონო ძაძა, ძალიან მნიშვნელოვანია და ყურაცაღები ასევე სკოლის პერიოდი, ბაღის პერიოდი, სკოლის პერიოდი, იმიტომ რომ ეს არის დრო, როდესაც უკვე ახალი ეტაპი იწყება ბავშვის ცხოვრებაში, დამოუკიდებლობის პერიოდი იწყება, ზოგ შემთხვევაში ჩაგვრის მომენტიც არის ხოლმე სხვა ბავშვების მხრიდან და ესეც გარკვეულწილად იჩენს შემდგომ უკვე მოზარდობის პერიოდში ზრდასრულ ასაკში ეს მიღებული ტრამვები, ხომ? თავს. აი ეს საკითხი არის ძალიან სენსიტიური, ასე ვთქვათ. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, როგორ უნდა დაუდგეს შვილს მხარში, რჩევები რომ მივცეთ მშობლებს. იცით რა არის უკვე 2.5 წლის ასაკიდან ბავშვი შემოდის მოთხოვნილება რომ იყოს მეტად სოციალიზირებული, ხო, მეტი კონტაქტი ქონდეს. ზრდასთან ერთად ძლიერდება აი ეს სურვილი. როდესაც სწორად ხდება ბავშვის ჩართვა სოციუმში, იქ პრობლემები ნაკლებად არის. რაც შეეხება თვითონ აი ამ დამოკიდებულებას, ანუ ურთიერთობების აწყობას, ხა ბავშვთა გარემოში კონფლიქტი ბავშვებს შორის უცხო არ არის. ეს ყველგან ხდება, ყველა კულტურაშია, ყველა ნებისმიერ სოციუმში შეიძლება იყოს. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი არის აქ ის, რომ უფროსები ვინც იქ არიან, როგორ მართავენ აი ამ კონფლიქტის სიტუაციას და რანაირად აკეთებენ იქ ჩარევას. ხა რა თქმა უნდა შესაძლებელია იყოს ეს დაჩაგვის სურვილიც, მაგრამ ამ შემთხვევაში იქ მასწავლებლები არიან პასუხისმგებელი, ის სოციალური გარემო, რომ აი ეს აღნიშნული არ ხდებოდეს. დღევანდელ სინამდვილეში ხა ეს უკვე იყო პერიოდი, როდესაც სკოლას შეეძლო გაკონტროლება. დღეს გვაქვს უკვე ეს ელექტრონული საშუალებები, შეიძლება ესეთი ბულინგი ელექტრონული ისე განხორციელდეს, რომ ვერ დააფიქსიროს მასწავლებელმა, თუმცა მაინც ესეთი დაძაბული დამოკიდებულებები შესაძლებელია იყოს. ამისთვის მოწოდებულია ის, რომ ან მთელი რიგის მექანიზმები, მაგალითად ჯგუფური სამუშაოები, სხვადასხვა ერთობლივი
დამოკიდებულება რაღაცეების მიმართ, ანუ ძალიან ბევრი ტექნიკაა და ბევრი პედაგოგი საბედიეროდ საქართველოში ამას ძალიან კარგად ფლობს და ახორციელებს. რაც შეეხება მშობლის როლს, ხა ყველაზე მთავარი არის ის, რომ მშობელმა ბავშვს არ ჩაუდერგოს, რომ სამყარო საშიშია. ხო, წინასწარ არ განაწყოს იმისთვის, რომ მას შეიძლება რაღაც საფრთხეები დახვდეს საბავშვობაში, სკოლაში და ასე შემდეგ, ხო? ბევრი ისაუბროს მასთან, იყოს მისი მეგობარი. როგორ უნდა გახდეს კარგი მსმენელი, მშობელი და მეგობარი? ცით რა არის, ბავშვები თვითონ არიან მოწოდებული იმისთვის, რომ მოუყვე და დაიმეგობრონ მშობლები. ამისთვის მეტი ყურადღება ბავშვების მიმართ, მათ მიმართ ისეთი დამოკიდებულება, რომ ემოცია, რომელიც ბავშვები ეწოდა, არ აისახოს დედაზე ზეძლიერად და დედის დამოკიდებულება არ იყოს იმ მითითებით, რომ თუ რამე მოხდა, აქ ბავშვის ბრალია და მისი დადაშაულია. თუ ჩვეულებრივ მიიღებს, ანუ ზედმეტი ემოციებით არ გამოხატავს მშობელი რეაქციებს, ხო? ბავშვები მოუყვებიან. ბავშვის ფუნქცია რა არის? იცით, ბავშვი პატარაობიდანვე აწყობილი არის სისტემაზე, რომ სამყაროსთან კომუნიკაციას ამყარებს დედების ემოციით. ერთ-ერთი ექსპერიმენტი იყო, დედები უყურებდნენ რაღაც ფილმებს სათვალით, ბავშვი იჯდა იქვე და ორივეს ჰქონდა პოლიგრაფი. როგორც დედის სხეული იძაბებოდა, ისე იძაბებოდა ბავშვის სხეული, რომელიც ვერაფერს ვერ ხედავდა. ანუ ეს კავშირები ისევ გრძელდება, ხო? შემდგომში თვალებში უყურებს და სახით ხვდება ბავშვი დედის ემოციებს, გაბრაზებულია, ცუდ ხასიათზეა, მან გააბრაზა, რამე უთხრა და ასე შემდეგ. როდესაც დედისგან ამას არ ხედავს, ხო? ბევრად უფრო თავისუფლად ამყარებს მასთან ურთიერთობას. აი ხშირად ამობენ ყვილებთან დაკავშირებით, ხო? როგორი მომენტია იცით, აი ბავშვი რა დროს იტყუება, ხო? და რატომ იტყუება? ერთი, დაიცვას თავი, დასჯა აირიდოს, მეორე, დაიცვას დედის ემოცია, რომ დედამ არ ინერვიულოს. გამიგეთ, ანუ აი ასეთი ფაქტორებია. ამიტომ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარტო ბავშვია დამნაშავე, არავითარ შემთხვევაში, ხო? ანუ ის მხარეც დამნაშავეა, რომელმაც ხელი შეუწყო აი აღნიშნულის წარმოქმნას და აღნიშნულის გამოტანას. ამიტომ აი სწორედ ეს არის შვიდი კომუნიკაცია, შვიდი დამოკიდებულება მასთან. არავითარ შემთხვევაში ბავშვს არ ჩაუდერგოთ, რომ საფრთხეა, საშიშია და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ეს ჩადერგილები შეიძლება მთელი ცხოვრება გაყვეს და მივიღოთ ადამიანი, რომელიც ვერ ბედავს ნაბიჯების გადადგმას. დიახ, ბატონო ზაზა, ბაღისა და სკოლის პერიოდზე ვსაუბრობთ და ესეც ხდება ცხოვრებისეულად. როდესაც პირველად მიხავთ ბავშვი მშობლებს, იგივე ბაღში, იგივე სკოლაში, არის მომენტი, როდესაც ტირის ბავშვი გაკვეთილზე შესვლის შემდეგ არ ჩერდება. აი როგორ უნდა მოიქცეს ასეთ შემთხვევაში მშობელი, ხდება ასეთი ცხოვრებისეულად, რომ მშობლები ხშირად ესწრებიან ხოლმე რამდენიმე გაკვეთილს იმისათვის, რომ ბავშვმა გადალახოს ეს სტრესული მდგომარეობა. ვისი პრეროგატივა, ასე ვთქვათ, ვისი მოვალეობა ის, რომ ასეთ შემთხვევაში ბავშვი დაამშვიდოს. ეს აუცილებლად მშობელი უნდა იყოს და მასთან გაატაროს დრო, თუ ეს ევალება პედაგოგს. აუცილებელია და სასურველია, რომ მშობელი იყოს და მშობელი მონაწილეობდეს. ახლა ერთია მიდგომა ბაღთან დაკავშირებით, მეორეა მიდგომა სკოლასთან დაკავშირებით. ხა საშუალოდ ჩვენთან არ არის სტატისტიკა, მაგრამ ევროპაში არის სტატისტიკა, რომ ბავშვების 35% აპროტესტებს სკოლამდელ დაწესებულებებს. მშობლებრივი, ანუ აბსოლუტურად ესეთი საკმაოდ დიდი ნაწილი აკეთებს აი ამ გამოხატავს ამ პროტესტს. თუმცა ჩვენ დასაწყისში ვთქვით, რომ ნებისმიერი სიტუაცია, რომელიც ადაპტაციას საჭიროებს, სტრესია. ხო, ანუ ბავშვისთვის ახალი გარემო სტრესია, ის მიჩვეულია ოჯახთან ყოფნას და მიყვავს, ხო, საკმაოდ მცირე ასაკში და ახალ გარემოში და დავტოვოთ, ხო. ყველაფერთან ადაპტაცია იოლდება, როდესაც მშობლის მონაწილეობით მიმდინარეობს. ამიტომ ბევრ ქვეყანაში არის ასეთი მეთოდიკა, რომ 2 კვირის განმავლობაში ან 1 კვირა ან 2 კვირა მშობელი რჩება ბავშვთან რაღაც პერიოდის განმავლობაში. მერე ცოტა ესეთი მეთოდია, რომ როცა ჩართულია თამაში და ყველაზე კარგად ერთობა ბავშვი მოყავს ძალით, ბავშვმა კიდაც გააპროტესტოს. ანუ უკვე ყალიბდება ის მექანიზმი, რომ ბავშვი ფიქრობს, რომ კარგი იყო
და დედა რომ არ ყოფილიყო იქ, ხო, გავაგრძელებდი თამაშს. სამწუხაროდ ამის საშუალება ალბათ დღევანდელ დღეს მშობლებს ნამდვილად არ აქვთ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში შეეძლოთ. უნდა შევძლოთ და უნდა გამოვნახოთ ახლა. ამისათვის მაშინ მთლიანად სისტემა უნდა იყოს ჩამოყალიბებული სწორად, სკოლის აზრი არის მომავალზე ზრუნვა, მომავალ თაობაზე ზრუნვა. მეტი აზრი სახელმწიფოს არ აქვს, ამიტომ მაქსიმალური უნდა ჩაიდოს. როგორი მომენტია იცით, აი ისეთ დიდ ქვეყნებში, სადაც არის საკმაოდ დატვირთული სამუშაო გრაფიკები და საკანონმდებლო დონეზე არის, რომ მშობელს ეძლევა შუაბლება, როდესაც ბავშვი სკოლაში ტარდება ეს სასკოლო დღეები, სადაც ეს ბავშვები რაღაცის პრეზენტაციას აწყობენ და ასე შემდეგ. საკანონმდებლო დონეზეა, ანუ ეს საჭიროა. ეს ჭირდება იმისთვის, რომ ცით რა აი ეს რომ შემოიტანოს. განსაკუთრებით ამ ემოციების მქონე ადამიანი შესაბამისად არის უფრო მეტად პროდუქტიული და შესაბამისად ყველაფერს, რასაც კი ხელს მოკიდებს ნებისმიერ საქმეში, წარმატებული იქნება თავისთავად. რა თქმა უნდა. ძალიან საჭირო იქნება ალბათ იმაზეც თუ გავამახვილებთ ყურადღებას, თუ რაზე გავლენას ახდენს ჰიპერმზრუნველობა ბავშვებზე, როგორ აისახება ეს მოზარდობის პერიოდში და რა თქმა უნდა ზრდასრულ ასაკზეც ახდენს თუ არა გავლენას. ცით რა ჰიპერმზრუნველობა უდავოდ ძალიან ბევრ ფაქტორზე ახდენს ზეგავლენას. ანუ არის ჰიპერმზრუნველობა და არის მზრუნველობის გარეშე, ხო? აბსოლუტურად სხვადასხვა პოლუსებია. ჰიპერმზრუნველობა იწვევს იმას, რომ ვიღებთ ჩვენ კარგ ადამიანს, საკმაოდ ისეთი აი კარგი ჯანსაღი ემოციური დამოკიდებულებებით, ოღონდ ადამიანს, რომელიც პირველ ნაბიჯს არასოდეს არ გადადგავს, სულ ელოდება სხვისგან ნაბიჯებს და სხვამ უნდა აღმოაჩინოს, ხო? მუდმივად არის ის, რომ ყალიბდება ასეთი სქემა, რომ სამყარო კარგია და ის სამყაროსთვის უნდა ბევრ პოზიტიურ რაღაცას აკეთებდეს. ხა მცირე ასაკში ეს აღმოიცნობა, ანუ 4 წლის, 3-4 წლის ბავშვი თუ ჩუქნის ყველაფერს ხვევს, ხო? რაღაცა უნდა, მაგრამ არ მივა და არ გადადგავს ნაბიჯს და ელოდება, რომ მშობელი გაყვეს და რაღაცას უთხრას და ჩართოს ბავშვებთან კომუნიკაციაში, თამაშებში და ასე შემდეგ, ხო? ეს უკვე ნიშნავს, რომ აქ არის სწორედ ეს ჰიპერმზრუნველობის ზეგავლენა. აქ რამოდენიმე ქცევის კორექცია საჭირო, ესეთი უმნიშვნელო და ყველაფერი თავის ნორმაში დადგება, ამიტომ მიმართონ ფსიქოლოგს, ურჩევს რა ნაბიჯები გადადგან კონკრეტულ შემთხვევაში და ეს ნეგატიური ზეგავლენა არ იქნება. მეორე არის უკვე ეს ჰიპერმზრუნველობა, რაც თქვით ჩვენ, რომ მუდმივ შიშზე აქცენტირებული. ხო, ანუ აშინებენ, რომ საშიშია ცხოველები, საშიშია მანქანები, საშიშია ქუჩა, საშიშია დინარე, ზღვა და ასე შემდეგ, ხო? აი ამ შემთხვევაში ბევრად უფრო რთულად აგვაქვს საქმე, რადგან ვიღებთ ადამიანს, რომელსაც ზოგადად ეშინია ბევრი რაღაცის და პოტენციურად არის ადამიანი, რომლის ცხოვრებაშიც ბევრი ფობია იქნება, ძალიან ბევრი ფობია და შესაძლებელია ფობიაზე უფრო ცუდი გარკვეული მდგომარეობები. დიდი მადლობა ბატონ ზაზა მოგზაურობისთვის, საინტერესო საუბრისთვის, რჩევებისთვის. თქვენ კი შეგახსენებთ, რომ სტუდიის სტუმარი გახდათ ფსიქოლოგი ზაზა ვარდიაშვილი.